როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ჩემი ხმა იმედია კარგად ისმის. ვფიქრობ, ძალიან ახლოს არ უნდა მოვიდე, რომ რაღაცა ისეთი კომფორტული არ იქნება. ზემოთ ჩემი მეზობლები არის ძალიან კარგ ხასიათზე, შეკრებაა და მე ძალიან მიხარია თან გამოფრთხილებას და ხმაური იქნება, ამიტომ მომიტევეთ. მე ძალიან მიყვარს, როცა ადამიანები ესე კარგ განწყობაზე არიან, მით უმეტეს გაფრთხილებული რო ვართ, იდეალურია. მალე საქართველოში ჩავალ, სულ რაღაც რამოდენიმე დღეში და მოკლედ, ძალიან მიხარია. წინა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია იმ კუთხით, რომ ყველა კმაყოფილი დარჩით, ალბათ იმიტომ, რომ პოზიტიური იყო. მე ძალიან მიხარია, მეც პროცესში კი არ ვღელავ, მაგრამ მატყობ სიტუაციას, ვინ როგორ მიიღებს ამ ყველაფერს და მოკლედ, ჩემთვის სულ ერთი არ არის თქვენი განწყობა. მეც ძალიან მიხარია თქვენი კარგი განწყობა. უღრმესი მადლობა ყველას და დღეს მოდით რაზე გავშალოთ. ერთ კომენტარზე მინდა გავცე პასუხი. იცი რა არის? საერთოდ ზოგადად გაშლებში ჩვენი ინტუიცია ხო, თქვენი ინტუიცია ახდენს სასწაულებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ აი ჰოროსკოპის თემა დამთხევაა უფრო რომ მიხვდე რომ შენზია. მე პირად გაშლაშიც არ ვამბობ, რომ ანდა მაინც ეს არის ქალწული, ან ის მორიელი. ეს უფრო ასტროლოგიასთან არის და რაღაც კავშირში კი არის, მაგრამ მე ესე არ ვაკეთებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხან ჩვენ ქალწულის ენერგიებში ვართ, ხან კირჩხიბის და ასე შემდეგ. მე მაგათად კირჩხიბად ვერ აღვიქვა უკვე რამდენი ხანია თავს. გარდა იმისა, რომ ძალიან მეგობრული ვარ, მიყვარს მოსმენა და მეთანხმება გოგოებიც და მეგობრული კუთხით სუფთა კირჩხიბი ვარ, იდეალური ვარ. იდეალური ვარ ხო, აი როგორ შევიქე თავი, ყველა კირჩხიბი დამეთანხმება ამაში. ჩვენ მოდი ვნახოთ ახლა. მინდოდა მეთქვა თემა და მისით ამომიხდა. მოდი ამოხდა ასეთი არკანი, სადაც ადამიანი იქცევა ორაზროვნად, არასდროს არ უსმენს გულს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ ემოცია არ აქვს, მაგრამ აი ურჩევნია რომ რაღაცეების გათვალოს და მანიპულირებს მოკლედ და მალავს თავის გულწრფელ დამოკიდებულებას და მოდი ვნახოთ მისი მოქმედებები როგორი იქნება კონკრეტულად და საერთოდ როცა მოქმედებას აკეთებს არა აქვს მნიშვნელობა როგორი მოქმედება ამის უკან რა დგას ყოველთვის ამის უკან რა დგას ჯერ ვნახოთ მისი მოქმედება როგორი იქნება პირდაპირ რადგანაც უკვე წამოვიდა ესე ვთქვათ ნაკადი როგორი იქნება ჩაფიქრებული პიროვნების ნაბიჯები, როგორი იქნება მისი ნაბიჯები, ნახოთ მისი ნაბიჯები, ორი კარტით საკმარისია და რაც მთავარია, ერთი კარტით მინდა მარტო რომ ვიცოდე, რა დგას ამის უკან, ნაბიჯს არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება, რა დგას შენი ნაბიჯის უკან. რაჩურა, კაი გაშლებია გოგოებო, ჯვარი გწერია ყველა ზოგადი გაშლების მადლით, როცა შენი ინტუიცია ყველაფერს აკეთებს, ყველაფერი კარგად იქნება. ანუ მისი ნაბიჯი რა იქნება? ჯერ ეს ერთით შენ ხარ ძალიან ლამაზი. რო რეზონირდეს, ახლა შემოუსხედით YouTube-ის ეკრანს, მოკლედ ლამაზი ხარ, კაშკაშა ხარ, ბევრისთვის შეიძლება იყოს მანძილი, ან მენტალური სიცივე, სიშორე, თქვენგან მოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დრო მოვიდა, რომ ზემოდან გადმოგხედო. ხარ თუ ქერა ხარ და გრძელი თმებით თლად შენზეა, მაგრამ ახლა შავგრემლებმა ხელი არ ჩაიქნიათ. უბრალოდ ვაკონკრეტებ ასე. ხარ ლამაზი, კაშკაშა, მიუწდომელი და როგორ იცი, აი მოწოდების სიმაღლეზე რო ხარ და ამ ურთიერთობაშიც რო ინარჩუნებ ფორმას, ანუ ფორმაში ხარ ამ ურთიერთობაში. თვითონ ახლა რანახე როგორი რაღაცა, თავისი მოქმედება შენს მიმართ როგორი იქნება გააზრებული. ზუსტად იქედან რა პოზიციაში შენ ახლა ხარ. ხო ხარ ასეთი კარგი კაშკაშა, მიუწდომელი და ზუსტად აქედან გამომდინარე გაიაზრებს და რაღაცა ძალიან დიდი შემოთავაზებით მოდის. ახლა ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს აი მაგალითად მოულოდნელი სიურპრიზი.
ეს შეიძლება იყოს ისეთი, ვინც დაშორებული ხართ ერთხელ და სამუდამოდ ისეთი შერიგება, რომ რა ვიცი, შეიძლება ბეჭდით მოვიდეს ადამიანი. ან შეიძლება საერთოდ არ უნდა კაცო რაღაცა გრანდიოზული, მაგრამ იქნება მშვიდობა, ანუ მშვიდობაზე ფიქრობს და უნდა რომ შემოგატრიალოს. მე არ ვიცი ახლა ამის უკან რა დგას, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელია, არ აქვს მნიშვნელობა კი манипуляტორზე და ძალიან ისეთ ადამიანზე ვშლით ახლა, ვინც უკვე აფიქსირებს თავის მოქმედებას ისე რომ ვერ გაიგებს საერთოდ რა უნდა ხო ამ ადამიანს, მაგრამ ნუ ასე ჩანს აქ ყველაფერი, მაგრამ ზოგადი გაშლებია, მაინც ხო იცით? მაინტერესებს ამ გულწრფელობის უკან რა დგას. ქურუმი დგას ამ გულწრფელობის უკან, ანუ ამას მაინც ვერ გაიგებ ამის უკან რა დგას, ანუ იცი როგორი მომენტია? ამის უკან რა დგას, კარტი ჩვენ ამას არ გვიშლის. საერთოდ გამოუცნობი და არაპროგნოზირებადია ეს ადამიანი. ჩვენ დღეს საკმარისია რომ მაღალმა ძალებმა მოგცა იმის ინფორმაცია რომ ადამიანი გაფასებს, გიყურებს, გეტრფის, კარგი ხარ და მოდის აი ზუსტად ასეთი მოკლედ არაჩვეულებრივი არკანებით, სიახლით მოდის, დიდი შემოთავაზებით მოდის, მაგრამ ამის უკან რა დგას და სადმარხია ძაღლის თავი, თუმცა მე მაჩვენებს აქ ძაღლის თავზე ეგრევე მაჩვენა სამართლიანობამ, რომ ეს ყველაფერი იქნება მაქსიმალურად სამართლიანი და ეს არ იქნება манипуляციური და ეს არ იქნება რომ მე მოვდივარ იმიტომ რომ შენ აგაგდო რაღაცნაირად ემოციაზე და გამოგიყვანო ჩემსკენ. ამის უკან ეს არ დგას. ანუ თავის თავს არ აკადრებს ეს ადამიანი ამას. ძალიან კაი ბიჭია. ძალიან კაი ბიჭია და მინიშნებათ მე ვიყოთ ჩემი შვილი იბრანჭება სარკეში არაჩვეულებრივი ვაჟი მყავს თუ სახელი დაემთხოვა ნიკოლოზი და რაც თავარი არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან ერთგული და გოგოს ზედმეტად ერთ სმაილს არ მიწერს, იმდენად კარგი და გააზრებული ადამიანია და მე მინდა დავაკავშირო ეს ყველაფერი ამ მინიშნებებს, რადგანაც ჩვენ უყურებთ აქ და მინიშნება უკვე მოვიდა აქ, რა გინდა შვილო? მოდის ეს ადამიანი, აი ამ დიდი ტუზი პენტაკლით მოდის და მოკლედ რაც უნდა ადამიანს ყველაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ ასეთი კარგი ხარ, კაშკაშა ხარ და ერთი სიტყვით ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს რაღაც პატარ-პატარა მინიშნებები, რასაც მე ვერ გავაკონტროლებ. სიმართლე გითხრათ, არც კი მინდა რაღაცა დავამატო 7 წუთი ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, მაინც თქვენი ქცევა როგორი უნდა იყოს, თქვენი ქცევა როგორი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შმაკის არკა. თითქოს ამას ელოდება, იცი თქვენი ქცევა როგორი უნდა იყოს? საერთოდ შეეშვით აკვიატებულ მდგომარეობას, შეეშვით იმას, რომ ნერვიულობ, ან ისე როგორ იქნება. მოდუნდი, იცი რა არის, რაღაც მომენტში ხო ეს აკვიატებაც დაიკიდე, გრუბად რო ვთქვა. მოიშორე ეს უაზრო ფიქრები, უაზრობაში რო გადადის მართლა. იმიტომ რომ ის რაც მოსახდენია, მოხდება შენ არაფერი არ ჭის იმისთვის, რომ მიეჯაჭვო ადამიანს და იმაზე ინერვიულობდე და რა შემოგთავაზებს, რა იქნება და როგორ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს ფერთა გამაც ძალიან კაი მინიშნება და ილუმინატები ასე კეთილი განწყობით არ არის, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს და საკმაოდ პირდაპირი და ხისტი ხასიათი აქვს. მე მაინც მაინტერესებს ეს არის მოსვლა, დანარჩენი ახლა დამხვედრი თქვენ როგორ დახვდებით და რა არგუმენტები გექნებათ და რას როგორ იზამთ ეს თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ მოდი აქ ვნახოთ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს უბრალოდ რომ ვიკითხოთ, არა თუ თვითონ ხო ვიკითხეთ რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი, მაგრამ მე მაინტერესებს თვითონ ტარო რას იტყვის, ანუ პერსპექტივა და განვითარება როგორი იქნება. რაღაცა მე ვფიქრობ, რომ კაი გზაფხული გელოდებათ. როგორი იქნება პერსპექტივა და განვითარება ამურთი, ისე ვის არკანები ამოდის, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ და მე მგონი ის გაშლებია ეს ბოლო 2 ვიდეო, რომელიც თქვენ გინდათ, რომ ვინც ამბობთ, რომ მე არ მემეტება რამე კარგი, აბატონო, ფაქტის სახეზია თქვენ, რასაც ელოდებით, მიიღებთ იმას ასე, ზუსტად, აი მძიმე წერტილით. არ ვიცი რას ელოდებით, მაგრამ მე გისურვებთ, რომ თქვენი მოლოდინები გამართლდეს, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ გამგები, მივიღები და რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრება, რასაც თქვენ გადიხართ,
არ უნდა იყოს ჩემზე გადმობარებული თუ რას ვიღაღადებ მე აქ, იმიტომ რომ ჩემი გული სხვა რამეს გეუბნებათ, ყველაფერ კარგს და ტარო პროგნოზი ზოგადი გაშლების მადით იმას გეტყვის, რაც შენთვის არის და უნდა გაითვალისწინო. და ზოგადი გაშლებია გულთან არაფერი არ მიიტანოთ. ახლოს ეს არაჩვეულებრივი გაშლა იყო და აი ასე არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგემშვიდობებით, ყველას გელოდებით, რა თქმა უნდა, კომენტარებში და შევხვდებით მალე საქართველოში, ჩემ ეზოდან. Kotnit.